მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კომპანია SQS-ის საგანმანათლებლო ფილმი მწვანე შენობები საქართველოში. ჩვენი გარემოსდაცვითი ექსპერტები და ენერგოაუდიტორები აქტიურად არიან ჩართული მწვანე შენობების საკონსულტაციო საქმიანობაში. ისინი არიშურებენ ძალისხმევას მწვანე გამოწვევების გადაწყვეტაში, რაც მთავარ სამიზნეებთან ერთად გვაძლევს რეალურ და პრაქტიკულ შედეგებს. ეს ადამიანები წარმოგიდგენენ არა მხოლოდ მწვანე შენობების უპირატესობებს, არამედ იმ გავლენებს, რომელსაც ახდენს შენობათა სექტორი ეკოლოგიაზე, ეკონომიკაზე და ჩვენი სოციალური ცხოვრების ხარისხზე. ფილმში თქვენ ნახავთ უახლესი განვითარების და პრაქტიკების მაგალითს, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ უნდა გავაერთიანოთ ინოვაციური ტექნოლოგიები ეროვნული კულტურისა და ადგილობრივი საჭიროებების მორგების გზით. ჩვენ გაგაცნობთ პროექტებს, რომლებიც უკვე წარმატებით განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც გვაჩვენებს, რომ მწვანე შენობების კონცეფცია რთული მექანიზმია, მაგრამ რეალური. ის სასარგებლოა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. SQS-ის კოლექტივს ჯერა, რომ ფილმი გამოიწვევს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და შთააგონებს ადამიანებს, რომ აქტიურად იბრძოლონ გარემოს შენარჩუნებისთვის და კლიმატ-გონივრული მხარდამჭერი გადაწყვეტილებებისთვის. დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ვისაუბროთ მწვანე ეკონომიკაზე, ცირკულარ ეკონომიკაზე, მწვანე ურბანისტიკაზე. რას ფიქრობ, როგორ შეიძლება მწვანე ურბანული შენობების დიზაინმა ხელი შეუწყოს ქალაქების მდგრად განვითარებას? ქალაქების მდგრადი განვითარება ჩვენთვის ქართველებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომელმაც შეიძლება ჩვენი ინტერესი გამოიწვიოს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიცით, რომ რაოდენ დიდია ეს გამონაბოლქვები ნახშირორჟანგის, რაც ხელს უწყობს სიმკვრივის ცვლილებას ოზონის ფენაში. აქედან გამომდინარე შენობათა სექტორი და ქალაქები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ემიტორია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ქალაქების სწორი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჩვენ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებებზე გქონდეს ნაკლები ზეწოლა. აქედან ვფიქრობ, რომ ეს საკითხები აქტუალურია და საჭიროებს ყურადღებას ამ მიმართულებით. და რა ტექნოლოგიებს გამოიყენებდი მომავლის შენობების ენერგოეფექტიანობის გასაუმჯობესებლად? მომავლის შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი კომპონენტი, რომელიც ამცირებს ემისიებს, ეს არის დათუნების კომპონენტები და შენობის კონვერტის დათუნება. პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები, რომლებიც შეამცირებს მოხმარებას და ამის მერე ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უკვე ადგილზე ენერგიის წარმოებას. აქედან მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების გამოყენება და მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების გამოყენება, მოხმარების შემცირება, კონვერტის დათუნების გზით და თვითონ ენერგიის განაწილება შენობებში, სწორი განაწილება და მნიშვნელოვანია აგრეთვე საკითხები, რომლებიც არის დაკავშირებული მენეჯმენტთან, თვითონ შენობის ენერგო მენეჯმენტთან. ეს კომპონენტები თუ იქნება კარგად წარმოდგენილი, მე ვფიქრობ, შენობები გახდება დაბალემისიური და აღარ იქნება ჩვენთვის ისეთი საშიში და ენერგო ვამპირი შენობები აღარ იქნებიან, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს. და ეხლა აქაც ხედავ და გამწვანების და მწვანე სახურავების როლიც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ამაში. რა თქმა უნდა, მწვანე სახურავებს ძალიან დიდი როლი ენიჭებათ, იმდენად იზრდება მწვანე საფარის რაოდენობა, მწვანე საფარები კი ვიცით, რომ მიტიგაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმისი უფლება, რომ დედამიწას მწვანე ფართობები წავართვათ, აქედან გამომდინარე ვალდებული ვართ ის ფართობი, რომელსაც ჩვენ ვართმევთ დედამიწას, როცა შენობას ვაშენებთ და ვდგავთ ბეტონის სტრუქტურას, ან მწვანებისმიერ სტრუქტურად, დავაკომპენსიროთ. ამიტომ მწვანე სახურავები, მწვანე კედლები და საზოგადოდ ურბანული ფერმერული მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს მწვანე ქალაქები და მომავლის ქალაქები წარმოდგენილი ისე, როგორც ეს უნდა იყოს წარმოდგენილი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია გეთანხმები, მაგრამ აი დღევანდელ სიტუაციაში, მით უმეტეს თბილისის პირობებში, ეგ ალბათ ცოტა რთული იქნება და აი რა გამოწვევებს ხედავ ზოგადად და კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში ამ გამწვანებასთან, მწვანე შენობებთან დაკავშირებით.
მე ფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ როგორც ადამიანებმა, როგორც შენობების მეპატრონეებმა უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე და როგორც აქ არის წარმოდგენილი, აი ასე დაახლოებით უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჯიბეები, რომლებიც არის თბური ჯიბეები, რაც თბილისში მრავლად გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ წყალშემკრები ჯიბეები, რომლებიც ნიაღვრებს დაარეგულირებს. Კონდა ჩვენა ესეთი შემთხვევები რამოდენიმე წლის წინ თბილისში, როდესაც ნიაღვარმა საკმაოდ დაგვაზიანა და ასეთი ჯიბეები ამას უზრუნველყოფს. შენობების დათუნება, როგორც ვილაპარაკეთ და როგორც აღნიშნეთ და შესაბამისად საკანონმდებლო დონეზე გვექნება ეს ყველაფერი გასაკეთებელი. ეხლა გვაქვს ჩვენ გარკვეული რაღაც კანონები, რომლებიც ხელს უწყობს აი ამ განვითარებას ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების, მაგრამ ვალდებული ვართ, რომ პასუხისმგებლიანად მივუდგეთ ჩვენ შენობათა მეპატრონები ამას ყველაფერს, ისე როგორც აქ გვაქვს წარმოდგენილი, მწვანე სახურავები, დაბალემისიური ღონისძიებები, ტექნოლოგიები გატარებული, როგორიც არის მზის კოლექტორები, მზის PV სისტემები, თბური ტუმბოები, ქარის გენერაცია, ბიომასის გამოყენება და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმას, რომ ნარჩენების სწორი მართვა. ეხლა ჩვენ დაახლოებით ესეთი მემკვიდრეობა დაგვრჩა, რომ 350 კილოვატს ხარჯავს წელიწადში, კილოვატ-საათს ხარჯავს წელიწადში შენობების გათბობაზე, ეს უნდა იყოს თითქმის ნულოვანი. აი ხედავთ თქვენ რა ხელა არის ეს. გამოწვევა და უნდა დავიდეთ ნულზე შეიძლება ჩვენ ვერ დავიდეთ, მაგრამ თითქმის ნულოვან მაჩვენებლებზე უნდა მივიდეთ. ამ შენობაში ეს განხორციელებულია და განხორციელებულია ამ მზისხივების მართვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სწორად მართვას. სამხრეთული მზისხივები უნდა მართოთ ჩვენ ისეთნაირად, რომ როდესაც ესენი გვჭირდება შემოვიყვანოთ შენობაში, მაგალითად ზამთრის პერიოდში, რომ გათბობაში მოგვეხმაროს, ზამთრის პერიოდში განვახორციელოთ ეს, ზაფხულის პერიოდში კი მოვახდინოთ მისი რეგულირება. ეს შეიძლება გავაკეთოთ ბუნებრივი მეთოდოლოგიებით, მაგალითად ფოთოლმცვენი მცენარეები ავაყოროთ ჩვენ ფანჯარას და ზამთარში ეს ფოთლები გაცვივდება და მზე შემოუშვებს, ზაფხულში კი ფოთლები გაიშლება და ჭრილს მოგცემს, ეს იქნება ბუნებრივი გადაწყვეტილება. შეგვიძლია ეს ტექნოლოგიურადაც გავაკეთოთ, დარაბებით გავაკეთოთ, შეგვიძლია მაღალხარისხიანი ენერგოეფექტიანი მინებით გავაკეთოთ. მოკლედ ძალიან ბევრი საშუალებები არსებობს და ესენი ყველაფერი არაფერი არ არის ჯერ თბილისში წარმოდგენილი და საჭიროებს თანმიმდევრულად განხორციელებას. Ლიანობაში რომ მომავალზე რო ვიფიქროთ, აი როგორ წარმოგიდგენია მომავლის ქალაქი, სადაც მწვანე ურბანისტიკა დომინირებს, ასე ვთქვათ. მომავლის ქალაქი მე მგონია ცოტა ფუტურისტულიც უნდა იყოს. მე წარმომიდგენია სახურავები გამწვანებული, კედლები გამწვანებული, ისე როგორც ჩვენ გვხდება იაპონიაში, შენს წინა, ასე ვთქვათ, რეპორტაჟებშიც და გადაცემებშიც ნახეთ ეს ჩვენ გავეცანით. ძალიან ბევრი სიმწვანე, რაც ჩვენ ვიცით, რომ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანთქოთ ნახშირორჟანგი და გამოყოთ ჟანგბადი. ანუ მეტი ჟანგბადი გვჭირდება და ასე ვთქვათ, გაწონასწორებული ნახშირორჟანგი. ამას აკეთებს ყველაფერს მწვანე საფარი. ამიტომ უნდა გადავიდეთ იმ ფორმულაზე, რომ არა გვაქვს უფლება დედამიწას წავართვათ ის, რაც ჩვენ არ მიგვიწია. მწვანე საფარი დედამიწა ფორმირდებოდა 4.8 მილიარდი წლის განმავლობაში, მწვანე საფარის განვითარებას მოუნდა 400 მილიონი წელიწადი და ჩვენ გვინდა რომ 20-30 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი მოусმოთ. ამის უფლება არ აქვს. ეს უნდა აღვადგინოთ და ორივე კომპონენტი, მიტიგაციის და ადაპტაციის კომპონენტი ორივე უნდა იყოს შენარჩუნები, ანუ შეგუების კომპონენტი და აი ამ პრობლემის მოსპობის კომპონენტი. ეს ორივე უნდა განვახორციელოთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ვფიქრობ, ჩვენი შენობა გახდება იმისი, ასე ვთქვათ, საშუალება და მოგცემს კარგ მაგალითს იმისთვის, რომ შემდგომში სხვა დეველოპერებმაც გაითვალისწინონ ეს თავიანთ პროექტებში. მე თქმა უნდა, მე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ჩვენ ვართ SQS-ის კომპანიის დამფუძნებლის და მფლობელის მწვანე შენობაში, მწვანე შენობის სახურავზე და ეს შენობა სწორედ აი ამ პრინციპებზე არის აგებული, რაზეც ძალმა ახლა ელაპარაკა. ეს არის მწვანე, ეს არის 100%-იანად ენერგოეფექტიანი და თვითმარი და მე მგონი, რომ ასეთ შენობებზე გადასვლა ჩვენი მომავალია. კი, ასეთი შენობები სწორედ ასეთი შენობები არის მომავლის ქალაქების ერთ-ერთი
ასე ვთქვათ, საფუძველი. ცხადია. მწვანე შენობების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უზრუნველყოფენ ქალაქების მდგრადობასა და ეკოლოგიურ წონასწორობას. ისინი ამცირებენ ენერგიის მოხმარებას, ხელს უწყობენ ჰაერის გაწმენდას და ქმნიან ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. მწვანე სახურავებითა და ეკომასალებით შენობები ეხმარებიან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ამცირებენ ნახშირორჟანგის გამოყოფას. ეს ყველაფერი ზრდის საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრების ხარისხს და ქმნის მომავლის ქალაქებს, სადაც ადამიანი და ბუნება ჰარმონიაშია. ამ ფილმში მწვანე შენობების რამდენიმე მაგალითია განხილული, მათ შორის მაგალითი, რომელიც ჩვენ მშობლიურ ქალაქში თბილისში არის. 2021 წლის გაზაფხულზე ესპანელმა არქიტექტორმა მოიგო კონტრაქტი შონ ანის პეკინის მახლობლად მსხვილი მშენებლობის განვითარებისთვის. მისი BioCity სოფლის მეურნეობას ქალაქის საზღვრებში გადაიტანს. მუშაობა, ენერგიის წარმოება, წყლის რესურსირება, ვისენდე გალარიისთვის ყველაფერი ერთ ჭერქვეშ უნდა იყოს. ან უმჯობესია მრავალ ჭერქვეშ. იფუნქციონირებს თუ არა მომავლის ქალაქები ისევე როგორც წარსულის სასოფლო თემები. შეგვიძლია თუ არა მართლა ვიარსებოთ ახალი შენობების აშენების გარეშე. გერმანელი არქიტექტორი არნო ბრანდლჰუბერი ღია ახალი იდეებისთვის. ეს იყო საცვლების ყოფილი ქარხანა. აქ იკერებოდა ის, რაც ცნობილი იყო როგორც სიყვარულის მკვლელი, ქალის საცვლების სამი ელასტიური ზოლი. ამ ორი შენობის ნაცვლად, რომელთა საერთო ფართობი კაი 1000 კვადრატული მეტრი იქნება, შეგეძლოთ სამი ერთოჯახიანი სახლის აშენება თითოეული 100 კვადრატული მეტრი. მაგრამ 1000 კვადრატული მეტრის გაცვლა 300-ში ცუდი იდეაა. ხშირად შენობების შენარჩუნებისას ორმაგად იგებ, როდესაც დაზოგავ დანგრევის ხარჯებს და იგებ არსებულ კორპუსს. ამით ვინარჩუნებთ მთელ ენერგიას, რაც დაიხარჯა მისი შექმნისთვის. არნო ბრანდლჰუბერის ანტივილა არის მდგრადი შენობის მშვენიერი მაგალითი. გათბობა უზრუნველყოფილი არის გეოთერმული ენერგიით და საკმაოდ. ანტივილა ასევე ითვალისწინებს ძველ მოდულ ხრიგს გათბობის საჭიროებების შესამცირებლად. აქ თქვენ ხედავთ ფარდის რელს. ზამთარში ჩვენ ფარდას ვკიდებთ აქ, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათბობი ფართობი გაცილებით მცირე ხდება, 80 კვადრატული მეტრი. ზამთარში ეს ფართობი კარგად თბება ფარდის უკან, ხოლო ბევრად უფრო დიდი საცხოვრებელი ფართი გამოიყენება გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ამ მიდგომას წარსულში ჩვეულებრივ იყენებდნენ. ადამიანები ახლო თავსდებოდნენ და ამით ამცირებდნენ ფართს, რომელიც მოითხოვდა გათბობას. ეს არის ფართის გამოყენების საკმაოდ მოქნილი გზა, რომელსაც შეიძლება მომავალში დავუბრუნდეთ. ეს შენობა არ იყო განსაკუთრებით ლამაზი ჭყალებში, მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს, როდესაც საქმე არსებულ შენობებს ეხება. ჩვენ არ უნდა ვკონცენტრირდეთ ესთეტურ იდეებზე და ვიკითხოთ, როგორ შეგვიძლია ეს გავალამაზოთ. და არც მხოლოდ ერთი გზით გამოყენებისთვის უნდა ვემზადებოდეთ. პირიქით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბევრ შესაძლო დანიშნულებაზე და შევისწავლოთ შენობის სტრუქტურა, სანამ გამოსავალი არ გამოჩნდება. ეს მიგვიყვანს სურათამდე, რომელიც თუ კი იქნება თანმიმდევრული, კოჰერენტული იქნება ლამაზიც. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თანმიმდევრულობა ავითარებს საკუთარ სილამაზეს, მაგრამ არა ისეც, რომელსაც შესაძლოა წინასწარ წარმოვიდგენთ. 2019 წელს სონია ჰორნის კომპანიის დაკვეთით გაიხსნა საოფისე შენობა ნორვეგიის ქალაქ ტრონჰაიმში. მას ეწოდა ელექტროსადგური Powerhouse. მისი სახურავი დაფარულია მზის პანელებით, რომელთა დახრა ოპტიმალურად არის შერჩეული იმისთვის, რომ ჩრდილოევროპული მზის სხივები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ამის შედეგად Powerhouse თავის პანელების 3000 კვადრატული მეტრით წელიწადში დაახლოებით 500,000 კილოვატ-საათს გამოიმუშავებს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე თავად მოიხმარს. ჭარბი ელექტროენერგია გამოიყენება ადგილობრივ მიკროქსელში, მეზობელი შენობების, ელექტროავტობუსებისა და მანქანების უზრუნველსაყოფად. ეს არის ერთგვარი პილოტური პროექტი. ეს უნიკალური და პირველი ასეთი ტიპის პროექტია. შესაბამისად, ის მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს, როდესაც აქ სხედან და მუშაობენ. ახლის შექმნისას ჩვენ ძირითადად სამ ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას. პირველია ნაკლები რესურსის და მასალის გამოყენება. ამიტომ, თუ კი რაღაცის ხელახლა გამოყენება შეგვიძლია, მშვენიერია. თუ არ შეგიძლიათ ხელახლა გამოყენება იქნებ, სანამ ახალი მასალის მოძიებას დაიწყებთ, გამოიყენოთ რეცირკულირებული, გადამუშავებული მასალები. სულ უფრო და უფრო მეტი სამშენებლო ობიექტი, რომელიც ოსლოში გვაქვს, ნულოვანი ემისიის ობიექტია, რადგანაც შესაბამის ტექნოლოგიას ვიყენებთ. ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ ისტაბლიშმენტი,
ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ ინდუსტრია და სწორი გზა ვანახოთ მათ. დღესდღეობით ყველა ვინც ბიზნესშია მეტნაკლებად თანხდება იმაზე, რომ ემისიების შემცირება არა მხოლოდ სწორია მსოფლიო კლიმატისა და ჩვენი ბავშვების მომავლისთვის, არამედ უბრალოდ ჭკვიანური ნაბიჯია ეკონომიკისთვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით Prograde Bank საქართველოს სათაო ოფისის სახურავზე. Prograde Bank საქართველოს სათაო ოფისი არის ალბათ ერთადერთი მწვანე შენობა საქართველოში და აქამდე ჩვენ საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. ირინა კიკვაძე, ეკოდეპარტამენტის თანამშრომელი, მოგვიყვება როგორც ამ გზის შესახებ, ისე რა განსაკუთრებული თვისებები და თავისებურებები აქვს ამ შენობას. ჩვენი შენობა ალბათ ყველაზე ეკოლოგიური არის თბილისში მინიმუმ, ხო? მე არ მგონი არამე უფრო ისეთი. Prograde Bank-ის სათაო ოფისი არის პირველი მწვანე შენობა საქართველოში, რომლის ენერგო და რესურს ეფექტურობა დადასტურებულია საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატის მიხედვით. 2020 წელს ამ დარგში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ექსპერტებმა შეაფასეს ჩვენი შენობის ენერგო და რესურს ეფექტურობა და აღიარეს, რომ ეს შენობა არის ენერგო და რესურს ეფექტური პირველი შენობა საქართველოში. ეს ძალიან საამაყოა და აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ანუ მე რამდენად ჩვენ ვიცით და ცნობილი ფაქტია, რომ ზოგადად პროკრედიტი როგორც ორგანიზაცია ცდილობს იყოს მაქსიმალურად მწვანე და ენერგოეფექტიანი და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი carbon footprint-ი. ჩვენთან აი როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი, როგორ როდის აშენდა, რა საინტერესო თვისებები აქვს, რაც კარგი იქნება რომ სხვა შენობებსაც გქონდეს. დიახ, თქვენ სწორად ახსენეთ, Prograde Bank-ისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საბანკო ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო მომსახურების გაწევასთან ერთად გარემოს დაცვითი ეთიკური და სოციალური საკითხების გათვალისწინებას საკუთარი ოპერირების ეტაპზე. კომპანიაში დანერგილი გვაქვს გარემოს დაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც აღიარებულია ISO 14001 სტანდარტის მიხედვით და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას ვახორციელებს სხვადასხვა პროექტების საშუალებით. პირველი ესეთი პროექტი არის 2018 წელს განხორციელდა წვიმის წყლის შეგროვების სისტემა, ჩვენი შენობის პირველ სართულზე განთავსებული არის რეზერვუარი, რომელშიც ხდება ატმოსფერული ნალექის შედეგად წყლის შეგროვება და ამ წყლის გამოყენება ტექნიკური მიზნობრიობით, რომელიც ანაცვლებს ჩვენი სასმელი წყლის მოხმარების გამოყენებას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველი პროექტი იყო. შემდეგ 2020 წელს განახორციელეთ პროექტი ელექტროსადგურის მონტაჟი ჩვენი შენობის სახურავზე. დიახ, ეს ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 100 კილოვატია და ჩვენი მოხმარების დაახლოებით 10%-ს ანაცვლებს. 2023 წლის მონაცემებით 116,000 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდა ამ სადგურის მხრიდან, დაახლოებით 10 ტონა ნახშირორჟანგის ემისიის გამოფრქვევის თავიდან აცილება და სხვადასხვა ტიპის რესურსების დაზოგვა მოხდა ამ პროექტის განხორციელებით. შემდეგი პროექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს და ჩვენი გარემოს დაცვითი მენეჯმენტის სისტემის ნაწილია, ეს არის ნარჩენების სეპარირებულად მართვა. ჩვენს სათაო ოფისში გვაქვს ნარჩენების ურნები, სადაც სეპარირებულად მართავს ნარჩენს და შემდეგ უკვე ამ ნარჩენების მართვაზე უფლებამოსილ კომპანიას გადავცემთ საბოლოოდ სამართავად. ვითვლით, ყველაფერს ამას აუღრიცხავთ სისტემაში, რომელიც გვეხმარება, რომ დავინახოთ რა რესურსების მინიმიზაცია მოვახდინეთ და რა რესურსები გამოვიყენეთ ჩვენი ოპერირების ეტაპზე და მუდმივად დავისახოთ რაღაცა ღონისძიებები იმისთვის, რომ შევასწიროთ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. და ეს მიმდინარე პროცესია, ხო? ჩვენ ყოველ დღეს რაღაცას ახსოვთ. მიმდინარე პროცესია, მუდმივად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა პროექტები განვახორციელოთ. კიდევ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენი ავტოპარკი 100%-ით არის ელექტრო. მუდმივად ვფიქრობდით, რომ შეგვემცირებინა შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გამოყენება. 2021 წელს მთლიანად 100%-ით ჩამონაცვლეთ ჩვენი ავტოპარკი ელექტრომობილებით, ასევე აუცილებლად აღსანიშნავია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც არის ელექტრომობილების საწენი ინფრასტრუქტურის მონტაჟი სხვადასხვა ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით და ამით ჩვენს, ვთქვათ, მომხმარებელს და ფართო საზოგადოებას
რაღაც საზოგადოება წავახალისე რომ გადამხდარიყვნენ უფრო სუფთა ტრანსპორტზე და მუდმივად ვაგზავნებთ 29 ლოკაციაზე განვათავსეთ ეს სამუხტი ინფრასტრუქტურა 2025 წელსაც გავზდით ამ მის რაოდენობას და რაღაცნაირად ამით ხელს შეუწყობთ ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას. ელექტროტაქსიში, ანუ ტესლაში მაგალითად ან ჩინურ ელექტრომანქანაში და მძღოლები მეუბნებიან რომ კი ვიცი რომ თქვენ შენობასთან არის დამტენი რომელსაც ვიყენებთ ხოლმე და ზოგი ქვია პრეტენზიას გამოთქვამს რომ აი ვიღაცები მოდიან და აყენებენ მთელი დღით და რაღაცა. მაგრამ ეგ ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ალბათ ჯერ თუ თქვათ იმდან პოპულარული არ არის ჩვენთან, საბოლოო ჯამში მაინც ყველანი ელექტრომანქანებზე თუ გვიან გადავალთ, ამიტომ ის ჩვენი წვლილი მე მგონი ძალიან დასაფასებელია. ძალიან დასაფასებელია და რაღაცნაირად უფრო ანუ ეს წუხილი საზოგადოების მხრიდან უფრო მეტად რომ რეაგირება გქონდეს მაგაზე, რაღაცნაირად შევეცდებით რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს და რაღაც პროცესებით დავარეგულიროთ. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პარკინგი, შენობაში რომელიც არის პარკინგი, დამოკიდებული არის იმაზე, ხელმისაწვდომობა თუ როგორ რამდენად ეკოლოგიური მანქანა ყავს. აუცილებლად აღსანიშნავია green parking-ის კონცეფცია, ვახალისებს თანამშრომლებს, რომელსაც უფრო ისეთი ტიპის ავტომობილი ყავს, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს, არის ელექტრო, ან plug-in ჰიბრიდი, ან ჰიბრიდი, დიახ და ეს მგონია რომ მნიშვნელოვანი და ძალიან. კი, რა თქმა უნდა, კი და პრინციპში თანამშრომლებისთვის ელექტრომანქანის ყოლა ძალიან მოსხერხებელი არის, იმიტომ რომ უშუალოდ პარკინგზე შეგვიძლია დავტენოთ და დიახ და ორგანიზაცია გვაძლევს მაგის შესაძლებლობას. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არის თუნდაც იშვიათი ორგანიზაცია ვიყოთ ახლა ვინც ამით არის დაკავებული, იმიტომ რომ მაგალითს ვაძლევთ სხვებს და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი ჩვენ ნებისმიერ გამოწვევასთან და მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დაგვეხმარება, ეს არის ტექნოლოგია. გაცლებით უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე იქნება ეს აკრძალვები თუ გადასახადები, ამიტომ ის რომ ჩვენ ამ ტექნოლოგიური პროცესის ნაწილი ვართ, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცა კუთხით ჩვენი შენობა, მომავლის შენობა არის თბილისის მასშტაბით მაინც. ცოტა ხნის წინ ჩემი პირადი დანაზოგი პროკრედიტ ბანკის საქართველოს ანგარიშზე გადმოვიტანე. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარ ფაქტორს ბანკის მაღალი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა ევროში. თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაზე, ჩემს არჩევაზე დიდი ზეგავლენა იქონია ბანკის ერთგულებამ გარემოს დაცვისა და მდგრადობის მიმართ, რაც ძალიან ცხადად ჩანს მისი იკონური წითელი სათავო ოფისის შენობის მწვანე მახასიათებლებში.